დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებ სამხატვრო აკადემიის გამოცდაზე. ვიცი, რომ იყურებს ძალიან ბევრი აბიტურიენტი, რომლებიც ემზადებით სამხატვრო აკადემიის გამოცდისთვის. რა თქმა უნდა, ნერვიულობთ, ბევრი თქვენთაგანი მწერს კიდეც. დღეს ვეცდები, რომ რამდენიმე რეკომენდაცია მოგცეთ, რომელიც დაგეხმარებათ გამოცდაზე. ესე იგი, მიხვედით გამოცდაზე, მოგცეს ფურცლები და უნდა დაიწყოთ ხატვა. ალბათ უკვე ყველა მიცით, რომ გამოცდაზე დაგხვდებათ ნატურა, ჩაცმული ნატურა არის, ანუ ასე ვთქვათ, ფიგურა ადამიანის, რომელიც უნდა დახატოთ. და რას უნდა მიაქციოთ პირველ რიგში ყურადღება? ესე იგი, რომ მოგცემენ ფურცელს, პირველ რიგში ყველაზე უმნიშვნელოვანესი დეტალი არის კომპოზიციური განაწილება. დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე იცით რა არის კომპოზიციური განაწილება და ამას ყურადღებას აქცევთ, მაგრამ თუ არ იცით, ორი სიტყვით გეტყვით რაღაცა მარტივად, რომ დაგამახსოვრდეთ, როგორ გადაანაწილოთ ფურცელზე ეს თქვენი ფიგურა. აი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფურცელი არის სასწორი. აი, ხა აქ თუ მაქვს ფურცელი, ვეცდები, რომ გაჩვენოთ. იქ რა თქმა უნდა 103 ფორმატი არის, ახლა ეს A4 ამას ყურადღება არ მიაქციოთ, მაგრამ ნუ დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ. აი, თქვენი ფურცელი არის სასწორი. არც მარჯვნივ უნდა გადაგიყირავდეთ თქვენი ნახატი, არც მარცხნივ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპოზიციურად ნახატი იყოს სწორად გადანაწილებული, იმიტომ რომ თქვენ თუ ძალიან კარგად დახატეთ, მაგრამ თქვენი კომპოზიცია იქნება არასწორად გადანაწილებული ფურცელზე, მიიღებთ დაბალ ქულას. შესაბამისად, აი პირველადი, ესე ვთქვათ, რასაც უნდა მიაქციოთ, ყურადღება არის ეს ჩვენი კომპოზიცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აი ძირითადი სიმძიმე ამ ფიგურის უნდა გადავანაწილოთ ცენტრში. იმიტომ რომ ერთი ფიგურა, ახლა სამი ფიგურა რო იყოს, სხვანაირად გეტყოდით, მაგრამ რადგან არის ერთი ფიგურა, ეცადეთ რომ გადაანაწილოთ ცენტრში ეს ძირითადი წონა და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ზემოთ, აი ზედა ადგილას ეცადეთ რომ უფრო მეტი ჰაერი დატოვოთ, ვიდრე ქვემოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხატავენ და რაღაც ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ გეგონება ეს ჩვენი ობიექტი აფრინდა ზემოთ. ამიტომ ეს შეგრძნება რო არ გაჩნდეს და რაღაც ასე ვთქვათ იჯდეს ფიგურა, სასურველია რომ ზემოთ ოდნავ მეტი ადგილი დატოვეთ, ვიდრე ქვემოთ. ასევე კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დახატოთ ძალიან პატარა ეს თქვენი ფიგურა. ეცადეთ რომ მაქსიმალურად გაჭედოთ, ასე ვთქვათ, ფურცელზე. აი მაქსიმალურად შეავსეთ და აითვისეთ ფურცელი და მოკლედ ამას მიაქციეთ დიდი ყურადღება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აი როგორ კარგადაც არ უნდა დახატოთ და კარგად ააგოთ და დაამუშაოთ, თუ კომპოზიციური განაწილება არის არასწორი, მიიღებთ დაბალ ქულას. აი მაგალითისთვის გეტყვით, რომ აი როგორც ვთქვათ, როგორი კარგი სახლიც არ უნდა ააშენოთ თქვენ და როგორი კარგი რემონტიც არ უნდა გააკეთოთ, თუ ეს სახლი რაღაცა უადგილო ადგილას დგას და შუა ქუჩაში დგას, ან რაღაცა შეუფერებელ ადგილას, ანუ არაფერს არ ნიშნავს ეს სახლი და არანაირი ფასი არ აქვს, ხო? აი იგივე არის, ვთქვათ, ჩვენ ნახატზე, რომ პირველადი რაც არის, რომ ფურცელზე ორიენტირდით სწორად, იმიტომ რომ სამხატვრო აკადემიაში არის აკადემიური ხატვა, რაც ნიშნავს, რომ აკადემიურ ხატვას აქვს თავის წესები და აი ერთ-ერთი პირველი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი წესი არის ეს, რომ კომპოზიციურად ნახატი იყოს სწორად გადანაწილებული. ამას დაუთმეთ ძალიან დიდი დრო და ყურადღებით მოეკიდეთ ამ საკითხს, გადაანაწილეთ და შემდეგ დაიწყეთ უკვე თქვენი ფიგურის დახატვა. დავღნიშნე, რომ მაქსიმალურად, ვთქვათ, დიდად დახატეთ ობიექტი და ძალიან პატარა არ იყოს თქო ფურცელზე. ამას ვურჩევ ხოლმე ჩემოსწავლეებს, რადგან როგორც იცით, აკადემიაში, როცა იწერება ქულა, ეს ყველაფერი გაკრულია კედელზე და ძალიან ბევრი ნახატია იქ გაკრული თქვენს გარდა, ხო? ამიტომ თქვენი ნახატი რომ გამოჩნდეს და რაღაც ეფექტური იყოს, სასურველია რომ კარგი ზომის იყოს დახატული, ცოტა დიდი იყოს, უფრო ეფექტური არის ხოლმე ზოგადად დიდი ნახატები და ეს პატარა ნახატები თითქოს უფრო იკარგება ხოლმე და ამიტომ გირჩევთ რომ მაქსიმალურად ესეთი მოცულობითი დახატეთ. ჯერ ეს ერთი დასამუშავებლათაც უფრო ადვილია და ამიტომ გირჩევთ რომ მოკლედ კარგად დახატოთ ეს ყველაფერი და მოცულობით. მეორე დეტალი, რასაც დრო უნდა დაუთმოთ, რა თქმა უნდა, არის ფიგურის აგება. ძალიან ხშირად გამოცდაზე ხდება ისე, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები ძალიან ღელავენ და სტრესი აქვთ და ეშინიათ, რომ ვერ მოასწრებენ, სწრაფად იწყებენ ხოლმე დაჩრდილვას ობიექტის. და ხშირად არის, რომ ვთქვათ, დანგრეული არის ფიგურა, არაპროპორციული არის, იქ რაღაცა არ დგას ან წაქცეულია და ასე შემდეგ, მაგრამ დაჩრდილულია იმის შიშით, რომ ვთქვათ, ვერ მოასწროს დასრულება.
ამიტომ ეს რო არ დაგემართოთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ააგოთ და კარგად გაზომოთ ყველაფერი, იმიტომ რომ როგორ კარგადაც არ უნდა დაამუშაოთ თქვენი ფიგურა და როგორ კარგადაც არ უნდა დაასრულოთ. თუ ეს იქნება დანგრეული და არაპროპორციული, აუცილებლად მიიღებთ დაბალ ქულას და ეს არის ლოგიკური. შესაბამისად, პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება აგებას და შემდეგ უკვე რა დროც დაგრჩებათ, ის დრო დაუთმეთ უკვე დაჩრდილვას, იმიტომ რომ თუ ძალიან კარგად გექნებათ აგებული სწორად და ვთქვათ დაჩრდილვას ვერ მოასწრებთ ბოლომდე, ხო? ამაში უფრო დიდი ალბათობით კარგ ქულას მიიღებთ, ვიდრე ვთქვათ დანგრეულ ფიგურაში, რომელიც დასრულებულია. ჯერ ეს ერთი ლოგიკურია, რომ რამდენიმე საათში ნატურას ვერ დაასრულებთ. შესაბამისად, არავის არ ექნება მოლოდინი, რომ თქვენი ნახატი 100%-ით იქნება დასრულებული. რა თქმა უნდა, ცოტა ასე ვთქვათ, სკეჩის ფორმა ექნება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნატურა რო კარგად დაასრულო, მინიმუმ რამდენიმე დღე უნდა იმუშაო ამაზე. შესაბამისად, გამოცდაზე არის რამდენიმე საათი, ამიტომ არ ეცადოთ ამ ნახატის დასრულებას, მთავარია რომ ააგოთ სწორად. აუცილებლად გაზომეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ფიგურის ხატვა ნასწავლი გაქვთ კონსტრუქციით და იყენებთ ამ კონსტრუქციას, იმიტომ რომ აი ესე კონტურით ხატვით, ძალიან ხშირად ინგრევა ფიგურა და არ გამოდის ისეთი, როგორცაც ჩავიფიქრებთ ხოლმე, ამიტომ მოკლედ ააგეთ, გაზომეთ მაქსიმალურად და აი აუცილებლად რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ როცა დაახლოებით ააგებთ ამ ფიგურას, ადექით გადგით შორს ეს თქვენი ნახატი, მინიმუმ 2-3 მეტრით უკან გამოიწიეთ და შეხედეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვგონია რომ ხატავთ სწორად. იმიტომ რომ ახლოდან ვერ ვაფასებთ ჩვენ ნახატს. ახლოდან სხვა რეალობა გვაქვს, ვგონია რომ კარგი არის, სწორი არის, არ ინგრევა და შორს გავდგავთ ნახატს და საერთოდ სხვა რეალობა არის ხოლმე. ამიტომ აუცილებლად სანამ დააკონკრეტებთ, სანამ დააკონტურებთ და ასე შემდეგ, მონახას როცა გააკეთებთ, გადგით შორს და შეხედეთ. ვიცი რომ ძალიან ბევრს გერიდებათ, აი ძალიან ბევრ მოსწავლეს და აბიტურიენტს ერიდება გამოცდაზე ადგომა, შორს დადება ნახატის, იმიტომ რომ ამას შემდეგ სხვებიც ხედავენ და რაღაცა ძალიან უხერხულობის განცდა აქვთ. მე თვითონ მქონდა მსგავსი გრძნობები, რომ ძალიან მერიდებოდა, რომ ამდგარიყავი შორს გამედო, იმიტომ რომ იქნებ ცუდი ნახატი, მაქვს იქნებ სხვამ დაინახოს და მოკეთ ანუ ძალიან ბუნებრივი ემოციაა, მაგრამ მაგაზე არ იფიქროთ, იმიტომ რომ თქვენს გარდა იქ არის მილიონი ადამიანი, ეს მილიონი ადამიანი ყველა ნერვიულობს, ყველას რაღაცისერიდება. შესაბამისად ეცადეთ, რომ ბუნებრივად მიიღოთ ეს თქვენი მორიდებაც, თქვენი ნერვიულობაც, გადეთ ნახატი, შეხედეთ შორიდან, თავიდანვე დაინახეთ რა გეშლებათ, გაასწორეთ, რომ სწორად წარმართოთ პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ დახატავენ, დაასრულებენ, გადგავენ შორს და აღმოჩნდება, რომ ძალიან ცუდად აქვთ დახატული და შემდეგ მართლა გამოუსწორებელია ხოლმე უკვე ეს მომენტი, ხო? იმიტომ რომ გამოცდას უკან ვერ გადაახოთ და ამიტომ არ მოგერიდოთ, ძალიან გთხოვთ, გადეთ ნახატი და შორიდან შეხედეთ, რამდენად სწორად გაქვთ კომპოზიციური განაწილება, რამდენად სწორად გაქვთ აგებული ყველაფერი, ძალიან ბევრი დრო უფრო გამოცდის მეტი დრო დაუთმეთ აგებას და შემდეგ უკვე გადადით დაჩრდილვაზე. მესამე რეკომენდაცია, რაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ ესე იგი, კომპოზიციურად კარგად თუ გადაანაწილეთ, ძალიან კარგად თუ ააგეთ, გაზომეთ ყველაფერი და ნახეთ, რომ სწორია, არც ინგრევა, არც დიდი თავია, არც დიდი ტანია და ასე შემდეგ, ყველაფერი ასე ვთქვათ, პროპორციები კარგად გაქვთ, არც აყირავებულია ფიგურა და ასე შემდეგ, თუ ეს ყველაფერი გაკმაყოფილებთ, შემდეგ რა თქმა უნდა, მესამე რეკომენდაცია შეეხება დაჩრდილვას. ესე იგი, აირჩიეთ განათების სისტემა, რა თქმა უნდა, იქაც ალბათ ისე იქნება ეს ყველაფერი, რომ შუქჩრდილები, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი იქნება. შეხედეთ, საიდან შემოდის შუქი, საიდან გვაქვს ჩრდილი. ეს ყველაფერი გააკეთეთ, მაგრამ აი ყველაზე ხშირად რა ეშლებათ ხოლმე ნატურის ხატვის დროს. ესე იგი, დაიწყებენ, ვთქვათ, აი დეტალების დაჩრდილვას, მაგალითად თავს დაჩრდილავენ, ხელს ცალკე დაჩრდილავენ, ფეხს ცალკე დაჩრდილავენ და თითქოს ცალ-ცალკე ყველაფერი ძალიან კარგია და იდეალური, მაგრამ როგორც კი გადებთ შორს და შორიდან შეხედავთ, აი გეგონება დაქუცმაცებულია და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ორგანოებს ერთმანეთთან. აი ძალიან ხშირად ხდება ეს. ამიტომ
აქაც გირჩევთ, რა თქმა უნდა, რომ პერიოდულად დაჭრილვის დროს შორს გადოთ ნახატი და ისე შეხედოთ და რაც შეეხება დაჭრილვის სისტემას, გირჩევთ, რომ მთლიანობაში იმუშაოთ. აი მაგალითად, ცოტა თავი დაჭრილეთ, ცოტა ტანი, ანუ აი მთლიანობა, აი როგორც ერთი მთლიანი ფიგურა დაინახეთ, რომ აი მთლიანად სად არის ჭრილი, მთლიანად სად არის სინათლე. თუ მოგრჩებათ დრო, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე დეტალებიც დაამუშავეთ და კონცენტრირდით იმ თითებზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ დააკუცმაცოთ ნახატი და არ ეცადოთ, რომ მაგალითად ერთი რამე დაამთავროთ და მეორე საერთოდ დაუჭრდილავი გქონდეთ და საერთოდ ხელშეუხებელი იყოს. ასევე ეცადეთ, რომ ფონიც აითვისოთ. ესეც, ანუ ნახატი ფასდება მთლიანობაში, ანუ რომ გადგავენ ამ ნახატს და ბევრი, ვთქვათ, 100 ნახატი კიდია, ხო? თქვენი ნახატი უნდა იყოს ეფექტური, უნდა ჩანდეს. და ეს ეფექტური რო გამოვიდეს, მნიშვნელოვანია, რომ ფონსაც დაუთმოთ დრო. ასევე კარგი იქნება, რომ ესეთი თავისუფალი ხელით შტრიხოთ და სიმუქეებიც კარგად გააკეთოთ და სინათლეებიც. აი ესე ვთქვათ, კონტრასტული იყოს თქვენი ნახატი. არ ხატოთ დაძაბული ხელით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩანს ძალიან ნახატში და რაღაცა აი დაძაბული, რაღაცნაირი გაშეშებული ნატურა გამოდის ხოლმე. ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად თავისუფლად იმუშაოთ. აი რაც შეძელით, რაც მთელი წლის განმავლობაში ისწავლეთ, ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოკლედ დადოთ ამ გამოცდაზე და კარგად დაჭრილოთ და მთლიანობა არ დაკარგოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს სამი აკადემიური რჩევა იყო ჩემგან, იმედია გამოგადგათ, მაგრამ კიდე ერთს გირჩევთ, რომ აი ამ სამ რჩევას არაფერი აზრი არ ექნება, თუ არ დაიცავთ ერთ დეტალს. და ეს დეტალი არის ის, რომ აუცილებლად გამოცდის წინა დღეს კარგად გამოიძინეთ. აი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ხა გაგეცინოთ ჩემ ნათქვამზე, იმიტომ რომ მეც მეცინებოდა, ამას რომ მეუბნებოდნენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხვიდეთ დასვენებულები, გამოძინებულები, რომ თქვენი მაქსიმუმი დადოთ გამოცდაზე, იმიტომ რომ ისედაც ძალიან სტრესულია ეს ყველაფერი თქვენთვის და პლუს რომ ემატება ამას გამოუძინებელი გონება, აი რაც ისწავლეთ მთელი წლის განმავლობაში, ჩათვალეთ, რომ აი იმის 30%-საც ვერ გამოიყენებთ. ამიტომ გამოიძინეთ, წინა დღეს თუ ვერ იძინებთ, დალიეთ, თქვათ, პიტნის ჩაი, გვირილის ჩაი, მაქსიმალურად დაწიქით ადრე. მიხვიდეთ გამოძინებულები და შვიდად მიყევით ამ საგამოცდო პროცესს. არ ინერვიულოთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. და აუცილებლად წაიღეთ შოკოლადი ან რამე, ასე ვთქვათ, სნექი, რომ გექნებათ შესვენება, ვთქვათ, შოკოლადიც კარგად მუშაობს ხოლმე, რაღაცნაირად შეჭამთ ამ შოკოლადს და ცოტა გონება გაგეხსნებათ. აი მართლა ძალიან კარგად მუშაობს და სულ რო არ გშიოდეთ და ცუდად იყოთ, ეცადეთ, რომ ეს პატარა შოკოლადიც ჩაიდოთ, თქვათ, შესვენების დროს და ესეც რაღაცა ახალ ენერგიას მოგცემთ და ცოტა გაგეხსნებათ გონება, იმიტომ რომ სტრესული გარემო ძალიან გვიგდებს ამ ჩვენ ენერგიას და ტონუსს და შოკოლადი და ძილი დაგეხმარებათ, რომ რაღაცნაირად ფხიზლად იყოთ და ენერგიულად იყოთ და კონცენტრირებულები იყოთ, რაც მთავარია. არ უყუროთ სხვებს. უყურეთ თქვენ ნახატს, იმიტომ რომ ძალიან დამაბნეველია ხოლმე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება მიხვიდეთ გამოცდაზე და აღმოჩინოთ, რომ ყველა ბავშვი ხატავს სხვადასხვანაირად და თქვენ გეგონოთ, რომ ყველაზე ცუდად ხატავთ და თქვენ არ იცით. ამიტომ ესეთი ფიქრები რო არ გქონდეთ, მაქსიმალურად მიდით, კონცენტრირდით, რაც ისწავლეთ მთელი წელი, ის გააკეთეთ, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ დაინახავენ, ის ისე ხატავს და მოდი მეც ესე დავხატავ. ვერ დახატავთ, იმიტომ რომ იმან სხვა გზა გაიარა, თქვენ სხვა გზა გაიარეთ, შეიძლება ძალიან არასწორი რაღაცა გადმოიღოთ, ასე ვთქვათ. ამიტომ რაც ისწავლეთ, იმით იმიდით და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად თქვენი შესაძლებლობები გამოამჟღავნოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად ჩაივლის მოკლედ თქვენი გამოცდა და მოხვდებით აკადემიაში. იმედია გამოგადგათ ჩემი რჩევები. აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში დამატებითი კითხვები, თუ გაქვთ და თუ რამეს ვერ გავეცი პასუხი და რამეზე ღელავთ. ასევე შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სტუდიაში, გაიაროთ რამდენიმე გაკვეთილიანი კურსი და თქვათ, გაიმყაროთ ის ცოდნა, რაც გაქვთ. თუ გაინტერესებთ ეს თემა კიდე უფრო ვრცლად, რა თქმა უნდა, ესეც მომწერეთ და ვეცდები, რომ კიდე ჩავწერო მსგავსი ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.